რომის პაპი, არ შეიძლება რომ უცებ. აი არ ჩათვალოთ რომ ვიღაცა გარეკილები ლაპარაკობენ, ვიღაცა წარმოდგენა უცებ რომ ჩავფიქრთ. ხო შეიძლება აი ერთ წუთას რა რომის პაპი 1,300,000,000 ქრისტიანის სულიერი მამაზია, ხო საუბარი, ხო? და გამოდის ბენედიქტე მე-16 2013 წელს რო გადადგა და ქრისტე არ იყო ძმაო სპარტაკიო. ის არ იყო აქტიურად პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართულიო. ისაც ბარაბა იყო და არც ბარკოხბა. ეს შემდეგ აჯანყება მოაწყო 3 წლით ადრიანეს დროს და მე გველის საქმე. აი ნორმალური არის ეს ადამიანი. არა, ნუ ამიხსნას ვინმე რა საქმე აქვს ამას ან კაროჩე რომის პაპობასთან. ან ქრისტიანობასთან, ან საერთოდ ადამიანობასთან. კაცო, ვიზე საუბრობ, საერთოდ ფიქრობ, კაცო, ერთზე საუბრობ და რაღაც პარალელებს ავლებ. კაცო, სპარტაკი არ ყოფილაო. ვარავა საერთოდ წარმოიდგინე თურმე ამით უკვე რაღაცნაირად ამართლებს უკვე იმ ებრაელ ხალხს, რომელიც ხვდები რასაც ვიდახი, ვარავა თურმე ეს ყოფილა მაჰატმა განდი მშვიდობიანობის მოყვარული და ესენი იყვნენ კაროჩე ჩიგივარები, ხვდები რასაც ვიდახი. ესენი ვერ არიან, ესენი უკვე აი რის დედათ აღრევამ შენ ვიზე საუბრობ, შენ ღმერთზე საუბრობ. რაი სპარტაკი არ იყო და რაის კაროჩე ვაჩი შენ ილოცე შენ შემთხოვე ვის გაიჭი შეკედი ვინ ხარ შენ ვის რას წარმოადგენს საერთოდ შენ თუ ამის მსახური არ ხარ შენ თუ ღვთის მონა არ ხარ შენ ვინ ხარ ჩემთვის კაცო რაის რაის აი просто ხვდები ერმინე რაზე ვსაუბრობ ნორმალურია აი ასეთი ადამიანი როგორში რაის რომის პაპი და სადა რომის პაპი და კაი ცხოვრება არ გადამრიო კაც ხო და კარგი ამასაც დავანებოთ რა ალბათ რაშია საქმე იცი აქ ჩვენ ახლა ჩატში ებრაელები არიან ბევრი რა ვიცი მომარდო რა ვიცი მე არიან და წერენ ისეთ რაღაცას რომ თურმე ესო ზღაპრებიაო თურმე რასაც ჩვენ ყვებით თურმე თოვლის ბაბუის ერთი წუთი ბატონო შალვა თურმე ჩვენ რასაც ყვებით ეს თურმე ზღაპარი ყოფილა ეს თურმე ასე არ ყოფილა თურმე თოვლის ბაბუის გჯერა რა ებრაელი ხალხი არაფერს შვაში არაა ქრისტეს გაცემასთან აყიდვასთან ჯვარცმასთან მე რა მინდა იცი ამ ხალხს უთხრა დავადით ვიზიკო და გადაშალეთ ის თქვენი თორა და არ შეიძლება სახარება გადაშალო ხო სახარება გაშალო არ შეუძლია ახალ აღთქმას ესენი ხო არ აღიარებენ ხო ახლა არ აღიარებენ ეს მაგრამ მე ქრისტიანი ჩვენ არა მე რა მიკვირს იცი მე ამათი უნამუშობის რა მიკვირს იცით ჩვენი რელიგია რასაც გვეუბნება თურმე ეს ზღაპარი ყოფილა და ამათი ტორა და ტალმუდი თურმე ყოფილა ნამდვილი და მე რა მაინტერესებს თქვენ ძალიან კარგად ახართ გარკვეული ამ რელიგიურ საკითხებში მე არაერთხელ შევხვედრილ ვარ მართლაც არის მე ახლა არა ვარ თეოლოგიით დაკავებული ადამიანი არც მე ვარ მაგით დაკავებული დიდად ძალიან ბევრ ადგილას შევხვედრილ ვარ ისეთ რამეს რომ აი თუნდაც ეს 10 მცნება ყველაფერი რომელიც მოსეს დაბარებული არის აი ამათ სარწმუნოებაში ითვლება რომ ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ არ გაუკეთო თავად ებრაელს და სხვა ადამიანს ჩვეულებრივად შეგიძლია გაუკეთო იმიტომ რომ ისინი ადამიანები არ არიან მე იცი რა მე ამ საქმის დილეტანტი ვარ მე შევხვედრი ვარ მომიძევია წამიკითხია არაერთი ფორუმზე მიხილავს ამ ყველაფრის განხილვა მე მინდა თქვენ გკითხოთ კონკრეტული მაგალითები შეიძლება მოგიყვეთ მე რაც გადამხდა პირადად შეიძლება ანუ მე ამ ზუსტად ამის თქმა მინდა კონკრეტულად აი ფიცავარ ღმერთს ფიცავარ არც დავამატებ ორ კონკრეტულ მაგალითად თუ არის რომ მაგას მოუყვები რა და ვაჟბატონმა ვერ შეიგნო დილობიანად რომ იყოს ჩატში და ამიტომ მინდა ახლა ხო ოკეი არ მომისმინე ერთ რამეს გეტყვი ის
არის ხალხის კატეგორია, რომელიც ჩემი მეზობლები